მან ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო ჩემი აზრით, ერთი ხმა და სწორედ ზუგდიდიდან დაიწყო, ეს განსაკუთრებული რეგიონია ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ ძირი აქედან მოგდგამს სამეგრელოდან და განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. მაგრამ ძალიან გულსატკენია ის, რაც ხდება. ხდება კერძოდ ის, რომ სამწუხაროდ სრულიად გაუგებარი და გაუგონარი ფორმით ცდილობს ხელისუფლება ებრძოლოს საკუთარ ხალხს. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ნაწილს ჩვენი მოსახლეობისას აი ესეთი ფორმით ხელი შეუშალოს. მათთვისაც ძალიან საინტერესო აქციას მინდა გითხრათ, აქ საუბარი არ არის არანაირ პოლიტიკაზე, აქ საუბარია თავისუფალ არჩევანზე. აქ საუბარია იმაზე, რომ პრეტენზია თუ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა ვაშენოთ. პირველ რიგში აი ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლაც საკუთარ თავთან უნდა დავრჩეთ მარტო და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც სამომავლო ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო ნიშანი. შენ გვაკლი ხარ, მოდი ჩვენთან დადექი. შემოერთდი ამ ერთ ხმას. ჩვენთან დადექით ყველა ხალხო. ჩვენ გევართ ისიც არც ერთ მხარეს, ერთ მხარეს გევართ, საქართველოს ჩვენ გევართ. ეს არის ერთადერთი მხარე, ხალხო. შემოგვიერთდით იქიდან და ინტერვიუებს მოიღებთ, არასაჭირო ინტერვიუებს. თქვენ თავს კითხეთ, სად უნდა იდგეთ, ხალხო. გაუმარჯოს. ეს გზავიაროთ და სწორები ვიქნებით ჩვენ თავის წინაშე და პირველ რიგში ღვთის წინაშე. ეხლა ჩვენ მუშაობთ თქვენთვის. ჩვენ შევეხებით, მოეფერებით თითოეულ კუთხეს, რამდენზეც გავწოდებით ამ კონცერტზე და შემდეგ ჩამოსვლაზე გაცილებით მეტი. ერთი სპეციალური კონცერტი გვაქვს ჩაფიქრებული მეგრული ჰანგებით. ნამდვილად ეს გავაკეთებთ. მე მგონი თქვენ დავფატიჟებთ კიდევ. ძალიან რთული იყო დაწყება, ძალიან ცოტა დრო იყო ორგანიზებისთვის, მომზადებისთვის. იყო ცოტა ხელშემშლელი ფაქტორებიც უნდა ვაღიაროთ. გვიან მივიღეთ ძალიან პასუხი გამგეობიდან და რიგი სხვა საკითხები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხედავთ რამდენი ხალხი არის მოსული, ასევე პარალელურად იცით განმოხურში თუ ანაკლიაში ზუსტად არ ვიცი, ხო, პარალელურად კონცერტები მიმდინარეობს, დიახ. მიუხედავად ამისა, მაინც რამდენი ხალხია მოსული, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთადერთს, რომ იმ იდეას, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებთ ამ პროექტით, ხალხის ერთიანობას, მშვიდობას, არ შეიძლება ყავდეს მოწინააღმდეგეები, არ შეიძლება ამის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი გქონდეს. პროექტი შეგახსენებთ, რას გულისხმობს თავის თავში, ეს არის მოწოდება საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ მივიდეთ ყველანი არჩევნებზე, ვიყოთ ძალიან თავისუფლები ჩვენს პირად არჩევანში და პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის არჩევანს.